შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცე ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი 21. ჩოლოყაშვილობა ულმობელი დამღა. გიორგი შაყბერაშვილი დასაწყისი განთიადისა. მოგონებები კახეთში ხეტიალიდან თუჩულუს. როგორც მრისხანე მონღოლის თვალი წამით ჩერდება მთვარე ჭადრებთან, შორს ალაზანი უკრავს ჩანართებს და მეც სიმღერა მომენატრება. არირხევიან ხენი ასაით, დგანან, ელიან, არიჟრაჟებას. უკანასკნელი 7 ვარსკვლავი ლაჟვარდებიდან ნამივით შრება. სწდებიან ზეცას, მდუმარებაში ალმასებივით ალმაცერობენ. გაატარებენ მიწაზე აჩრდილს, მიაჩქარებენ ყინვის ჩეროებს. მაშინ ცისკარიც დაიწყებს რხევას, გაჩნდება ზეცის ქაშანურებზე და მნათობები მზის შესახვედრად გაყინულ სხივებს აჟღარუნებენ. სადღაც წნორები რტოებს არწევენ და შეშფოთდება წამით ლერწამი, დალეწავს ლელებს ველის არწივი, ქარი, აშარი და გარეწარი. ხეო, პირველი ნამით რხეულო, შენ შრიალს ქარი წაიღებს ცაში, განთიადის ჟამს გულარხეინად, ჭაშნა გირები სინჯავენ ჭაშნიკს. იდიდოს, იგი დინჯად ამოვა და სხივებს გაშლის როგორც შაირებს. ზეშესძახებენ პირველ სათხოვარს, სადღე გრძელოს და მრავალ ჟამიერს. მე კი გომბორით დავსცქერი კახეთს და როგორც დილის პირველი ჟრჟოლა შენი ხელები და შენი სახე იწევენ ჩემსკენ მაგონდებიან და ტყის შრიალში შთაგონდებიან. ეს გული მაინც ურიჟრაჟოა, რადგან მარაჯამ შენ ჩრდილს ვატარებ. როგორც თვითმშვიდი ცივი გომბორი აქ ხავსიანი კოშკები მდგარან, იღუპებიან, ჰქრებიან დრონი, მე შენ გიგონებ მარად და მარად. ოდეს მაშორებს სახეს ეშხიანს, ჩრდილია ოდენ ჩემი ცხოვრება და ხეტიალში გახსენებ ხშირად ვით ბედის წერის განმეორებას. არ ვიცი, იქნებ აღარ გახსოვარ, დამტოვე სადღაც ფიქრის გარეშე და ჩემ შფოთიან ახალგაზრდობას. შენ არასოდეს მოიზარნიშებ, შენ არასოდეს მოიზარნიშებ. დავსქერი კახეთს, გეძებდი გუშინ, ნეტავი როდის ან საით წახვალ შენი კახეთის ყოველ სადგურში, მე ვახსენებდი შენს ძვირფას სახელს. გახსოვს, ვიყავით ერთად ოდესღაც, წახვალ და ვიცი შემხვდები სადმე შენთან შეხვედრას და განშორებას. სიზმარებივით ვაცისმარადე, დავკარგავ დღეებს და წელიწადებს
და საფეთქელთან პირველ ჭაღარას მივიღებ როგორც ცხოვრების გზაზე სიჭაბუკისკენ ნაჩუქარ ღალატს. ამედევნება გაშლილი შარა, ნუ დაბრუნდები, იარე მგზავრო, არ გაერიოს ოღონდ ჭაღარა, შემოქმედების მარად გაზაფხულს, რომელიც ლექსის წყდიაც ჩახყურებს, გაჩნდება ჩემში, ცოცხლდება ოდეს, მიეხეთქება ჩანგურს ჩანგური და გულზე ცრემლებს ჩამოაგორებს. დგანან ცაცხვები, ჭაღარა შტოებს არხევენ მშვიდად და ცახცახებენ. დაივიწყებენ ვინც გზებს დაშორდნენ, დაივიწყებენ მრავალ სახელებს და იმათ ვისაც ახსენებს ხშირად ფიქრები შენი ახალგაზრდობის წარიტაცებენ, სწრაფად წაშლიან და აჩრდილებად აქცევენ დრონი. რად შემხუდი ხეო, ვით დინჯი ბრძენი, ხელაპყრობილი უდაბნოს სადაც დუმარებს ირგვლივ მიდამორცელი და მეც მდუმარე მოგისმენ ღაღაც. მიგიხვდი ხეო, რასაც შრიალებ, მისურვებს სწრაფვას და გამარჯვებას, შემომხვევია მხრებს აშრიალი და მესმის შენი ფოთლების რჩევა. საით მიდიხარ, გადარებ აჩრდილს, ვისთვის ატარებ სიხარულს, სევდას, რად გსურს იპოვო ვერხვის შრიალი, შენი ფიქრების ხმა და მსგავსება. მიიღე სიბრძნე ჭაღაროსანის, იარე, უკან ნუ დაბრუნდები და შენი ფიქრი მაღაროსავით იყოს დამტევი უბედურების. იარე მარად, არ შეგიცოდებ, მე აქ უაზროდ ჩემთვის უშრიალე, ხან წუხრის ქარი შემირხევს ფოთლებს, ხან გარიჟრაჟი შემაჟრიალებს. იყავი დიდი გზების მდევარი, გულში სხვა ხმები იბადებიან და შენი სიხრმის მისწრაფებანი მიზრაფებივით იფანტებიან. ვერ შეგაშინებს ყორანის ყეფა, მოისხა მხრებზე ამ საუკუნეს, გწამდეს დასტოვებს გზებზე ნატერფალს, შენი ტორებზე შემდგარი ხუნე. იანვარი 1934 წელი. დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის სახელით დეკლარაცია რომ გამოქვეყნდებოდა, მიმართვა დატუსაღებული ჭიათურელი და ტყეს შეფარებული მეამბოხეებისადმი. სჯობს დაყაროთ იარაღი და დამორჩილდეთ მთავრობასო. იარაღის დაყრისა რა გითხრათ, მაგრამ
არისტოკრატული წარმოშობის ყმაწვილ ქალებს კი დაამშვიდებდა დეკლარაცია. ეს სისხლისღვრის შეწყვეტის მაუწყებელიაო. ნინო აბაშიძე მემუარულ ნარკვევში დრო და სასჯელი წარსულიდან გამოიხმობდა იმ სურათებსაც თუ რა ლაღად იგრძნობდნენ ის გოგონები თავს დედებთან ერთად და გობებით რომ დაიდგამდნენ ჩამწიფებულ ლეღვსა თუ ატამს მხიარულად დაუწყებდნენ გაჩირვასა და სხვადასხვა წესით გამოშრობას თონეებში. ყველას გამოხედვაში ეს ფიქრი კრთოდა. ჩვენგან რა უნდა სურდეთ, ვის რას უშავებთო. თუმცა მათი მამები და ძმები ვის რას უშავებდნენ, ამბოხებაში უშუალოდ რომ არ გარეულიყვნენ, მაგრამ შინ აღარ დაედგომებოდათ. სიმშვიდე სუფევდა თავადაზნაურთა უკაცოდ დარჩენილ კარმიდამოებში, მაგრამ ეს სიმშვიდეც არანაკლებ აღიზიანებდა და აგულისებდა ცაკის თავმჯდომარესა და მთელ მთავრობას, ცენტრალურსა თუ ადგილობრივ განშტოებებს და ულმობელი გადაწყვეტილებაც არ დაახანებდა. სახლ კარიდან უნდა ამოძირყულიყო სათავადო გვარები, ბავშვები და მოზარდებიც ისევე როგორც მოხუცები. ეს კი გლეხების საერთოდ ხალხის სახელით უნდა მომხდარიყო, იმ ხალხისა, რომელიც სინამდვილეში რუსული უღლის გადაგდებას ესწრაფვოდა და მხსნელად მოელოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის შეფიცულებს. ახლა კი ანგარიში უნდა გაესწორებინათ მათთვის საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ოცნებისა და პარტიზანთა თანაგრძნობისათვის. ხალხის სახელით ხალხივე უნდა დარბეულიყო და გაჟლეტილიყო. ხალხის სახელით ხალხივე უნდა დარბეულიყო და გაჟლეტილიყო. მთავრობას ჩინებულად მოეხსენებოდა პარტიულებისა და კომკავშირლების გარდა, მაინც და მაინც რომ ვერ აიყოლიებდა მოსახლეობას არისტოკრატთა დარბევაში მონაწილეობისათვის, ამიტომ პოლიტიკურ მოწოდებებს რომ შეადგენდა გლეხების სახელზე. საქართველოს გლეხებო, ქვენებურად, გლეხურად დაუხდით თქვენს მტერს, თავადებს, გამორეკეთ, გამოწმინდეთ სოფლებიდან, რათა არსად დარჩეს მაგათი ჯიში და სინსილაო. უფრო ცხადია, მუქარისა და შანტაჟის იმედად იქნებოდა და ეს მუქარა დამოკლეს מחვილივით დაეკიდებოდა გამრჯე, წესიერი გლეხების თავზე. აბა გაბედეთ და მასობრივ რეპრესიებში თქვენც არ მიიღოთ მონაწილეობა, თუ მწარეთ არინანოთო. მოგვიანებით მაინც მწარეთ ანანებდნენ იმ გარჯე, პატიოსან გლეხკაცობასაც, მაგრამ ჯერ თავად აზნაურობა იყო ამოსაძირკვი. ის კი არა, აზნაურთა განადგურებასაც ცოტა იქით გადაწევდნენ, რათა თავადობა პირწმინდად მოესპოთ და თანაც რაც შეიძლება მალე. აზნაურთა გამოდევნება გააჭიანურებდა იმ სასტიკ პროცესს, არადა აღთქმა ისეთი დადებულიყო. ნულს გაუთანაბრებთ ამ წოდებასო. დროული აღსრულებაც თავისთავად იგულისხმებოდა ლიკვიდაციის პროექტში. დრო და სასჯელი პირად შთაბეჭდილებებსა და თვითმხილველთა ნაამბობებს ეყრდნობა და კახეთის მაგალითზე აირეკლავს მთელი საქართველოს ალბედის წერას. ამ მხარეში ვარამაშვილის სცენარით რომ წარიმართებოდა უხთო შურისგება თავისუფლების წადილისათვის. მემამულეთა, ანუ არისტოკრატიის ბედი სოფლებს მიენდობოდა, მათ პარტორგანიზაციას, კომუჯრედს, კომკავშირს, აბა მართლა სოფლებს კი არა და კრებებით საიდუმლოდ მიხვებოდა ერთმანეთს. ვაი თუ თავადების ყურამდე მიაღწიოს ჩვენმა განზრახვამო. ცხენების თქარათქურით მოიულიდნენ თავადების ოჯახებს და თუმცა მამაკაცებს შინ ვერ იპოვიდნენ,
ქალებს გამოუცხადებდნენ. Qval 11-ის ნახევარზე ბაკურ ციხეში დიდი კრებაა. უნდა მოხვიდეთ და ხელი მოაწეროთ, რომ ქაკუცა ჩოლოყაშვილს არ შეინახავთო. სხვა არაფერია მოსალოდნელიო. გაუბედავად იკითხავდნენ დიასახლისები. იდუმალი ხმა კარნახობდათ რაღაც ავს, მაგრამ ისე გაიოცებდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. სხვა რა უნდა იყოს? განა ეს მცირე პირობაა? კიდევ დამატებითი მოთხოვნები რომ არ წამოგიყენოთო. რომ ქალები იფიქრებდნენ, როგორ დაუზაფრევართ ამ ხირაზე დამდგარ დღეებს, ყველგან უკვე საფრთხე გველანდება. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასრულებულიყო სისხლის ნაკადი და მის მოსათავებლად შეთანხმების დასტურიც ეთყობა ის კრება იქნებაო. გული კი ძალიან ეთანაღრებოდათ. ქაკუცა ჩოლოყაშვილის საწინააღმდეგოდ რომ უნდა მოეწერათ ხელი, მაგრამ პარტიზანთა წინამძღოლი თვითონაც მოერიდებოდა სოფლებში გამოჩენასა და რეპრესიების ახალი ტალღის გამოწვევას. მალულად კი თუ ხელი მიუწვდებოდათ, ისედაც შეეწეოდნენ. ხელმოწერა განა რას დაუშლიდათ. დილით 11-ის ნახევრამდე გლეხების წრიდან შეარჩევდნენ პარტიულები რეცედივისტებს და ადამ ვაჩნაძის სარდაფში მათგან სახელდახელოდ შექმნიდნენ დამსჯელ რაზმს. აქამდელი დანაშაულის პატიება პატიებად და მემამულეთა ქონებიდანაც შეჰპირდებოდნენ გასამრჯელოს. არყითა და ღვინითაც გააბრუებდნენ და პირდაპირ კრებაზე გაისტუმრებდნენ სისხლიანი ვაქხანალიის გასამართად. ბაკურ ციხეში 4 სოფელი შეიკრიბებოდა და მათ შორის როგორღაც გადარჩენილი მებატონეებიც გაირეოდნენ. ყრუმუნჯ ვაჩნაძესაც მოიყვანდნენ, მისი გვარის ჩართვაც როგორც ვაჩნაძის დამსჯელებისათვის საჭირო იყო. ამდენი ხალხის ხილვით გაოცებული ხელებით იკითხავდა, განა რა ხდება ასეთი? რამ შეყარა ამდენი ადამიანიო? ეს მუნჯი ძველი თუ ახალი თეატრალური წარმოდგენის მონაწილე რომ იყოს, მიმომხილველები თუ კრიტიკოსები უთუოდ სიმბოლურად გაიაზრებდნენ მის სახეს და მიიჩნევდნენ იმ რეალობის სიმბოლოდ, ქვეყანა რადაც უნდა გადაექციათ ახალ მოწესედ. შესაბრალისია მისი ყოფა, მისი სრული უმწეობა, ვაჩნაძეობის გამო რომ უნდა გაუსწორდნენ, თუმცა რაღაც სასჯელი უნდა ბუნებისაგან ისედაც დაჩაგრულ ადამიანს. ვიღა აღარ იყო შესაბრალისი არისტოკრატთაგან, ვინ აღარ განიცდიდა სრულ უმწეობას წამლეკავი ძალის წინაშე. ქვეყნის ჯიში და ლაზათი ტრიბუნა შემოხვეოდა გარს. ტრიბუნაზე კი აღვირახსნილი სიჩლუნკე და უზნეობა გაპარპაშებულიყო და თავადების ჩასაქოლად ისტორიას იშველიებდნენ, ოღონდ კლასობრივი თეორიის თარგზე მოჭრილ ისტორიას. ჩვენ რა ის გასამართლებთ, ისტორია შემართულა თქვენს წინააღმდეგ აურაცხელ დანაშაულთათვის და ის გიმზადებთ გაძევებას თქვენს მიერ დასაკუთრებული გარემოდანო. ისე როგორ იქნებოდა, ქაკუცა ჩოლოყაშვილის სახელი წამდაუწუმ არ ეხსენებინათ და კილვა და გმობა არ დაერთოთ ყოველი ხსენებისათვის. მუქარებით არაემტუტებინათ იქაურობა. აბა, მისთვის ხელის გაწოდენა კიდევ გაბედეთო. მებატონეთათვის უფლებათა სრულ აყრას სწრაფად და შეუმჩნევლად უნდა ჩაევლო.
თუმცა ამ პროცესს სიკვდილი მოჰყოლოდა, არამც თუ არ ინაღულებდნენ ადგილობრივი ხელისუფალნი, კიდევ უფრო გაიხარებდნენ და თავრობისადმი გაგზავნილი პატაკიც უფრო თავმომწონე იქნებოდა. აი, რა პირნათლად ვასრულებთ მოწოდებას კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის გზის გასაკაფავადო. მსხვერპლშეწირვის წუთები დგებოდა. მებატონენი მიხვდნენ, ისე მოგვიმწყდიეს, ვერაფერი გვიშველისო და პოლკოვნიკი სიმონ ვაჩნაძე ამაზღა ითხოვდა, მთელი ცხოვრება იარაღთან ერთად გავატარე და ნება მომეცით, თავი მოვიკლაო. განა რა სათხოვარი ესაა და ამის უფლებასაც არ მისცემდნენ, მაშინ ხომ ვეღარ იტყოდნენ. გლეხებმა ჩაქოლეს მათი სისხლის მწოველებიო. ჯერ ისედაც ნაკლებ დამაჯერებელი გამოჩნდებოდა ეს მტკიცება, რატიღა ყველასათვის ცნობილია ბოლშევიკური რეპრესიების არსიც და ზიზილ-პიპილა საბურველიც, მაგრამ ნინო აბაშიძე მაინც ქმნიდა ამ კიდევ ერთი სიყალბის უარმყოფელ დოკუმენტს. თანამედროვე ისტორია თუ როდისმე ხმას ამოიღებს და ახსენებს ბაკურციხის დიდ კრებას, მას გლეხურ წამოწყებად, გლეხურ აქციად არ ჩაუთვლის გლეხებს. 2 წლის წინათ მოწინავე ხანში შესულმა გლეხებმა ამაყად ქედუხრელად გამოაცხადეს, ჩვენ რა, ის საქმე პარტიულებმა ჩაიდინესო. მოთავებულიყო სისხლიანი ვაქანალია და თავადების ოჯახების პირწმინდად აყრის ჯერიც დამდგარიყო, მათი გვარების ამოშლისა მეკომურთასიიდან და კიდევ გაისმოდა განათლების სახალხო კომისრის მარიამ ორახელაშვილის ხმაც. გინდათ ყავდეთ ასეთი თავადები. ამ ისტორიულ კიბოს უნდა მოჰყოლოდა ოჯახების ძარცვა და აკლება, მაგრამ დედები ამას უკვე აღარ ჩიოდნენ, რადგანაც ფავნათლივ წარმოიდგინეს, რაც შეიძლება მოჰყოლოდა გაშმაგებული, გონზე გადასული ბრბოს შეჭრა სახლებში, სადაც ხმაწვილი თავადიშვილები იმყოფებოდნენ. ის რაც რუისში მოხდა, ძუძუთა ბავშვებიც რომ არ დაინდეს, ჟლეტის სიშმაგით შეპყრობილებმა, განა სხვაგანაც არ შეიძლება განმეორებულიყო და სხვა შემზარავ ჯოჯოხეთურ ამბებს ის სურათიც ემატება, როგორი ჟინით გამორბის ბაკურციხის დიდი კრებიდან ბრბო სოფლების ასაკლებად, არისტოკრატი ქალბატონები კი მათ უკან მოქცეულან, მოისწრაფვიან თუ უფრო მობობღავენ და პირგამშრალნი, ხან ზეცისაკენ აღაპყრობენ მავედრებელ ხელებს, ხან კი ლამობენ ვიღაც ნაცნობი აღმოაჩინონ ბრბოში და მათ შეენუკვონ ბავშვების გადარჩენას. და გულში რომ ჩაიკრავდნენ აქვითინებულ შვილებს, იმ წუთას აღარ დაგიდევდნენ გაოხრებულ სახლკარს, გაცლილსა და მიგრეულ მონგრეულს, მაგრამ მერე როგორ გინდა თავი ირჩინო, როდესაც ქმარი ან დახვრეტილი, ან დაპატიმრებული, ან და გადაკარგული, შენ კი ქონება ერთბაშად გამოქცლია ხელიდან. ეს რაღა იყო პარტიული გადაწყვეტილებით თავადთა ქალიშვილებზე უფლება მოსილება რომ გამოცხადდა. ახალ ბატონებს ეგდოთ ხელთ სოფლები, წითელ მებატონეებს და ისინი აქეზებდნენ გლეხის ბიჭებს, რომელნიც ხანჯლითა თუ უხანჯლოდ ხელს წაავლებდნენ 14-15 წლის გოგონებს და ღრეჭვა ღრეჭვით თავმომწონეობდნენ ერთმანეთთან
ეს მე უნდა წავიყვანო. ამ განუკითხაობის ჟამს სად იყვნენ წესიერი გლეხები, რომელთაც ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ვინმე სახლკარის აკლება და ნაძარცვის ამაყად გამოზიდვა. ეს შეკითხვა გაუჩნდება ყველას და ნინო აბაშიძე ამასაც რომ გვამცნობს. ისინი სახლებში იყვნენ შეყუჟულები, პარტ-ორგანიზაციებისაგან აკრძალული ჰქონდათ მათი შველა და შეფარება. ერთი გლეხის, პატიოსანი ოჯახიშვილის, გიო სიბაშვილის ნაამბობსაც გვაუწყებს. დასარბევად მიმავლებმა გამომიარეს. თუ არ წამოხვალ, მერე შენსკენ გამოვივლითო. ბრბოში მეც შევერიე. ერთ უსურვას მოვკარი თვალი, მხარზე გადავიგდე მათ დასანახად. იმ დამტაცებლებში სხვაც იყო ჩემებრ. ელენეტა, ახლად ცოცხალია. ანდრონიკაშვილების სახლიდან ხავერდის ალბომი წამოვიღე. მამა ჩემი კარებთან დამხვდა. შენ ნუ შემოიტან, სადაც გინდა იქ წაიღეო. მეც ბზეში ჩავფალი და შინ ისე შევედი. რკინიგზის სადგურს მიწყობოდნენ ანდრონიკაშვილთა, აფხაზთა, აბაშიძეთა, ავალიშვილთა, ვაჩნაძეთა, მაყაშვილთა, ერისთავთა, ყარალაშვილთა, ჯამდიერთა, ჩოლოყაშვილთა დარბეული ოჯახები, უკვე ნაშთებად გადაქცეულნი. თავისებურ მელოდიად ჩაგესმის ყურში ამ გვარების ჩამონათვალი, მით უფრო როდესაც ისტორიის სიღრმეში ჩაკარგულა ამ გვართა შვილების ზნეობრივი, სამხედრო, ეკონომიკური ღვაწლი ქვეყნის წინაშე, მისი არსებობისა და ეროვნულ-კულტურული თავისებურებების შესანარჩუნებლად. ახლა კი ეს ჩამონათვალი ტრაგიკულ მელოდიად გეღვრება, გაბმულ კვნესად, სიმღერის ამ ერთგვარ სახეობად და წარმოსახვაში უმატებ გვარს გვარზე. კახეთის ტრაგედიას ხომ უხვად შერთვია სხვა მხარეთა გაუსაძლისი მწუხარებანი. ამ გაუსაძლის მწუხარებაში კი მოტივტივებს კეთილშობილ გვართა დაუსრულებელი წყება, მალე დაუსრულებელი რომ ვეღარ იქნება და რაც გადარჩება, კვნესისა თუ მელოდიის ამ მწკრივიდან, ისინიც დაშრეტაზე მიმდგარნი, უფლება აყრილნი, ხიზნად თუ ემიგრანტად გადაქცეულნი საკუთარ სამშობლოში. ვასო ავალიშვილი ბედათ რომ გადაურჩებოდა დახვრეტასაც და საკანსაც. ნინო აბაშიძის შინაურებს დასჯილი კაცის ხმით უამბობდა, გოგონას კირა ამოუშლიდა მეხსიერებიდან, რამდენი წელიც უნდა გასულიყო. ზემო სართულში დაღვრილი სისხლი ქვემოთ, სარდაფში ჩამოდიოდა და იქ მყოფებს ზედ დაგვდიოდა, თავკისერს, ბეჭებს გვისველებდა, სად გაიწევდი, განძრევა ჭირდაო. დამთრგუნველი სურათია, უმწეობის უკიდურესი შეგრძნება. მიხეილ ჯავახიშვილს 1926 წელს ჩაენიშნა თავის უბის წიგნაკში. თელავში დასახრეტი ხალხი თითო დაჰყავდათ ზევით ფარდულში და ხრეტდნენ. პატიმრებს თავზე სისხლი ჩამოსდიოდათ. ის რაც მწერალს გადმოცემით შეეტყო, აგერ ერთი პატიმართაგანი ადასტურებდა, ყოვლად მიწიერი სიკვდილის მომლოდინე. ახლა ჰა და ჰა, მისი სისხლიც რომ უნდა ჩამოწვეთო და სხვას, ვიდრე იმასაც ზემოთ მოუხმობდნენ. მიხეილ ჯავახიშვილისათვის ეს ჩანიშვნა
მხატვრული სურათისა თუ სცენის შთამაგონებლად იქცეოდა, ჩანაფიქრთა აღსრულება რომ დასცლოდა, კოშმარული რეალობის მისებური ძალითა და ექსპრესიით ამეტყველება. ახლა კი რა? მხოლოდ დოკუმენტური ჩვენებაა. თუმცა თავისებურ მემორიალად კი რჩება უბნის ციგნაკის ეს ტრიქონებიც და ნინო აბაშიძის მოგონებათა ის პასაჟიც. მიხეილ ჯავახიშვილის 1926 წლის უბის ციგნაკებში ასეთი ჩანაწერიც გაჩნდება. ზუგდიდში აგვისტოში რამდენიმე კაცი დახვრიტეს. ოდნავ მიწა მიაყარეს და წავიდნენ სხვების მოსაყვანად. ერთი გამოფხიზლდა, საფლავიდან ამოფოფხდა და გლეხში აფარა თავი. თოვლივით გათეთრდა და შეირყა ჭკუაზე. იქვე არის მიწერილი ტემა. ასე ხშირად გაელვებული ჩანაწერების ამ ციკლში, თუმცა ისედაც საგულვებელია, რომ მწერალი ამ ტრაგიკულ ეპიზოდს აუცილებლად დაამუშავებდა მხატვრულად. იქნებ სწორედაც ამ ამბავმა შთააგონა არსენა მარაბდელში იმ სცენის ჩართვა, არსენა მოკლული რომ ჰგონიათ და მიწაში ჩაფლავენ. იქიდან ამოფოფხებაში კი ერთგული ძაღლი შველის. თუმცა შესაძლოა ცალკე სიუჟეტური ქარგაც მოექსოვა მის ირგვლივ, საამისო საშუალება რომ ისცემოდა. ყოველ შემთხვევაში უბის ციგნაკთა აგვისტოს რკალში ეს ჩანაწერიც გულის შემძვრელად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე? ხსნელს მისჩერებოდნენ, ოცნებას უკვე ლამის ხელშესახებად შეხურებდნენ, მაგრამ არსად მფარველი, არსად შველა და არსად სასწაული და თანაგრძნობა და ნუგეშიც სადღაც გამქრალიყო. გაზეთები კი გადავსებულიყო ტრიუმფის სიხარულით და ბანგული განწყობილებით. სიკვდილი თავადებს, შავი სამარე თავადებს, ხომ კარგად ჩააქვავეს არამზადები. ახალ მოწესეთათვის დიდად სასიხარულო გახლდათ ისიც, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს შიომღვიმის მონასტრის შემოგარენში შეიპყრობდნენ. ამაშიც სასიკეთო ნიშანს დაინახავდნენ, ნაცვლად იმისა, ტრაგიზმის უკიდურესობად აღექვათ. თავმომწონეობდნენ და ცინიზმსაც არიშურებდნენ, მაინც და მაინც შიომღვიმე რომ გაუხდათ ამბოხების მესვეურთ საბედისწერო ადგილად. იასონ ჯავახიშვილი კი ამ გარემოდან პირდაპირ გახედავდა მაცხოვრის ჯვარცმის მისტერიას და ძალდაუტანებლად შეიცნობდა ისტორიული პარალელის მონაცვლეობას. ის რაც ჯეიმს ჯოისისათვის მხატვრული მეთოდი გახლდათ, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში სისხლით უნდა დაღდასმულიყო. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.